მამისა და დადისა და სულისა და თმისა და დღეს არის მეორმოცე დღე გარდაცვალებიდან მამა გაგისა მელიქისძესი დეგანოზისა მეტყვა გაანათოს და იყო თავდადებული მეტის მოღვარე ადამიანის მოღვარე და ემიდა ვილაპარაკო მოძღვარზე, იმიტომ რომ მამა გაგი იყო მოძღვარი. აი ზოგი რომ ამბობს ღმერთის სამს დელის არა. გადამსინელია ღმერთი და არა მოდელია, რა თქმა უნდა. მაგრამ მოძღვარის დანიშნულება რა არის? სარდება ნართობა, ჟვისება, აღსარება, ზიარება. ნართობით ხდები ეკლესიის წევრი. ჟვისერით ღვთის განკუთხედვა ხდება. აღსარება ზიარებით რამატო ფიზიკურად იქნება სულით იზმინდება. არის კიდევ 7 ზეთის ხება. რომლის მეშვეობითაც ადამიანს ებადიება ეს ცოდვები, რომელიც არ ახსოვს. რაც შეეხება იმას აღარაც ხდება ბოლო 3 წელია თუ 4 წელია ეს გასაკუთრებით. ხდება მოძღვრებზე თავდასხმა, ესე იგი მოძღვრების ძვირფას მანქანებს გიჩვენებენ, ძვირფას სასახლეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რა წერია იმაში სახარებაში, რომ მოძღვრის სიწმინდეზე არაა დამოკიდებული შენი გადარჩენა. აი როგორც ახლა 300 სვამებს შეადვადარებ ფიზიკური ექიმი და მოძღვარს. მოძღვარი არის სულიერი ექიმი და ექიმი, რომელიც სამთობოში არის ფიზიკური კურნარი. და უცად 300 სვამ ანებს გიგეთებენ, მნიშვნელობა აქვს ექიმი როგორია ზნეობით. ასევე თუ მოძღვარი რაღაცას აშავებს თავის ცხოვრებაში, თუ სასმელი ამაცხებს, განისხება ამაცხებს, თუ ხეშია, თუ ფულს ითხოვს, საიდუმლოებზე, ნათობაზე, ფიცერაზე, შენ არაფერი გაგდება, როცა ინათები, ჯვარსიძე, ეზიარები. წერია უღრისი მოძღვებითაც მოქმედებს მადლი და როცა განკურნა ღმერთმა 10 კეთროვანი რა უთხრა, სამ განიკურნებოდა, წადითო მოძღვარს ენახითო. ასევე ტაძარში შემსვლელს აქებს შემომწირველს, რომელსაც ორილებდა, რაც ჰქონდა ის შეწირა ტაძარს და ტაძარი რა არის, შენობას აჭირდება ფული. ან შესაწირი ჭირდება ტაძრის ახლოს. მაგრამ უბრალოდ ცოდნა არ აქვს ადამიანს. ვისა იგივებენ ქრისტიან მოძღვრებს, აი მოძღვრებს მის მოითხოვა ქრისტეს ჯვარცმა. რატო გააკრეს ჯვარზე ღმერთი? იმიტომ რომ ქრისტეში ვერ დაინახეს მესია, ქრისტეში ვერ დაინახეს უფალი და წმინდა წერილი, რომელიც ჰქონდათ ებრაელებს, რასაც ქვია ძველი ათქმა, იგივე ებრაელთა ისტორია და ისინი ელოდებოდნენ მესიას და ღმერთი რას აკეთებდა დედამიწაზე რო იყო, მტრებს აღადგენდა, მეცვალებს და ამათობებს ქონავდა, მაგრამ ეს და ხადაგებდა სინამოს. მაგრამ ახლა ვერ მიიღეს მატერიალური კეთილდღეობა, რომელებისგან განთავისუფლება მაშინ, რომელების პატრონობის ქვეშ იყვნენ ებრაელები. ვერ შეისწეს ქრისტეში უფალი. ჩვენ კიდევ ვისაც ქრისტიანი მოძღვრები გვქვია, პირიქით ხადაგებთ, რომ ქრისტიანი უფალი დიდი განსხვავება, რასაც ცოდნა არ აქვს. შეიძლება დაიჯერონ მწვალებლების, რომ ეს მოძღვრები არიან ისინი, ვინც გააკრეს ჯვარზე ღმერთი. ჩვენ ის მოძღვრები ვართ, ვისაც ქრისტიანი მოძღვრები გვქვია, ვინც ხადაგებთ, რომ ქრისტე ღმერთია და ვინც გააკრა ისინი, იმიტომ გააკრეს, რომ ვერ იზამეს და მოითხოვეს ქრისტეს ჯვარცმა. დიდი განსხვავება. ღმერთმა მამა აკაკის სული გაანათოს და ის განათებულია, იმიტომ რომ სუმერო ჩვენი ვარია, რომ მოთხოვოთ ღმერთს, მაგრამ ახეთ შეგვეცება მამა აკაკი თავისი ლოცვებით, ამიტომ ვისაც გული დაწდა მამა აკაკის გარდაცვალების გამო ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ახლა მონასტერში ვარ, მამა ანტონი რომ ეხმარება, როდის გადაეცვალა 6 საუკუნეში. ასევე ის რატო? იმიტომ რომ ცოცხალია. მისი სული ასევე ყველა ვინც გადავიცვალეთ, ცოცხლები ვარ და მეც ღმერთთან ვარ. იმათ კი არ ჭირდება ჩვენგან დახმარება. იმათ ისინი პირიქით აკეთებენ. თხოვოთ უნდა მამა აკაკის, ვისაც მისი მოძღვარი ეცევა და შეგვეცევა. როგორც გვეცევა წმინდა ნიკოლოზი, წმინდა სპირიდონი, წმინდანები, მაგრამ განსხვავება, როგორც ახლა ხარი ტალახაძე ფიზიკურად, ხარა სამდა ვიმაჯიშო, მე ტალახაძე ვერ ვიქნები. ასე ვიღაც სამოთხეში თუ მოვთებით, შეიძლება იქ სადაც წმინდა ნიკოლოზია, წმინდა გიორგია, იქ არ იყოს მამა აკაკი, მაგრამ იქნება ღმერთთან, იმიტომ რომ
დილიდან საღამომდე ემსახურებოდა ღმერთსა. თავდადებული იყო ღმერთისთვის ადამიანის ღმერთმა. გაანათოს მისი სული, მისი ლოცვები შეგვეციოს ჩვენთანაც ღმერთი.